პირველ ყოვლისა ცხადია ვლაპარაკობთ ჩვენ კავკასიის რეგიონზე და პროცესებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. აუხსენით მაყურებელს რა ხდება ახლა კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით რასაკვირველია გულისხმობ სატრანსპორტო მარშრუტებს, განსაკუთრებით გულისხმობ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ანუ არასწორად უწოდებთ ხოლმე ბარებებით ყრის ანგეზურის ეს მაინც აზერბაიჯანული ტოპონიმიკაა და მოკლედ მეტად შემოდის თუ არა შეერთებული შტატები კავკასიაში, როგორ შემოდის და როდის მკვიდრდება თუ მართებულად ჩამოყალიბებული კითხვა. მოგესალმებით ირაკლი და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები შემოდის სამხრეთ კავკასიაში ძალიან მტკიცედ და სწორედ სომხეთის და აზერბაიჯანის მეშვეობით, აი ამ ორმხრივი პარტნიორობის ცალკე შეერთებული შტატები სომხეთის, შეერთებული შტატები აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა დოკუმენტებით, აი ჩვენ რომ გაჩერებული გვაქვს ქართული ოცნების ქმედებების შედეგად, ორი ჩვენი მეზობელი გახდა ახლა სტრატეგიული პარტნიორი და შეერთებული შტატები ამით ასევე მიდის რეალურად ცენტრალურ აზიაში. ამის გლობალური მიზანი, რა თქმა უნდა, არის ცენტრალურ აზიაში ჩინური და რუსული გავლენების შემცირება. და ნოემბერში, როდესაც პრეზიდენტ ტრამპმა ცენტრალურ აზიის მეთაურებთან შეხვედრა გამართა თეთრსახში, იქ არის მიღებული საბოლოო დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელშიც ნახსენებია ტრიპი, რომლითაც დაუკავშირდება ცენტრალური აზია დასავლეთს და არ არის ნახსენები საერთოდ საქართველო. ეს არის პირველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონკრეტული დოკუმენტი, რუსეთიდან საქართველო გამქრალია უბრალოდ. მე შეგაწყვეტილებთ არა, შევავსებ თქვენი სტებართვით. თან ტრიპი ნახსენებია იმ ცენტრალური აზიის სახელმწიფოების იმ ლიდერებთან მართავს შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის შეხვედრას, რომლებიც არ გამოირჩევიან დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით კი არა. ბევრ მათგანს, თუ ყველას არა, შეიძლება მიედავო და უსაყვედურო სწორედ დემოკრატიის ღალატი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესი ცხადია არის დემოკრატიის განვითარება ყველგან, დემოკრატიის ექსპორტი ყველგან, მაგრამ აგრეთვე არის ამერიკის პირველ ყოვლისა, ახლა ყოველ შემთხვევაში არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი არის სწორედ ის, რომ კავკასიის რეგიონზე, ასე უნდა ვთქვა, და კონკრეტულად ამ ახალ მარშრუტზე გამოიაროს წვირთების უმეტესმა ნაწილმა, არც აზერბაიჯანია დემოკრატიის მექა ამ რეგიონში, მაგრამ ფაქტია, რომ შეერთებული შტატები ქარტიას აფორმებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ჭიდიდან თუ სწორედ სიტყვა საქართველოს საბოლოოდ ამოვარდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის და ამ დინამიკით თუ იმჯერებთ ამოვარდება თუ არა სრულად მართლაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. საქართველოსადმი სტანდარტი არის განსხვავებული. ჩვენ ისედაც დემოკრატიული საზოგადოება ვართ, პირველი დღიდან დამოუკიდებლობის დემოკრატიას ვაშენებდით. ამ ქვეყნებში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის სურვილი და ძალისხმევა ძალიან დაბალი იყო ბევრ მათგანში. თუ დღეს სომხეთში მაგალითად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები დასავლეთისკენ, ამას დასავლეთი პოზიტიურად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზა ბოლომდე მოხსნილი არ არის, თუმცა სასაზღვრო ჯარები უკვე რუსული მაგრამ გიუმრის ბაზის პრობლემა არსებობს. კი ბატონო, არსებობს, მაგრამ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ბაზით ვერ დაიწყებ, ეტაპობრივად პროცესი მიდის სწორი საზღვრიდან წავიდნენ, აეროპორტიდან გავიდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საქართველოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ანუ აი ამ დინამიკას მე სულ მაღაზია ვამაყვილებ ყურადღებას და მადლობთ რომ ამ აქცენტს ვამთ. ამ დინამიკას აღმავალია თუ დაღმავალი ძალიან მარტივად რო განუვარტოთ მაყურებელს, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენ თუ მიდიხარ მოლდოვა იყო ბოლო დრომდე, ახლაც არის SNG-ს ესეთი წევრი, მაგრამ გადადგა ერთი ნაბიჯი, გადადგა ორი ნაბიჯი და ახლა გამოდის SNG-დან. რუსეთთან თამაშობს სომხეთი ასე მაგალითად განა არა, მაგრამ სტრატეგიული, იმიტომ რომ მას პოლიტიკა აქვს შემუშავებული, ხო ასია. უკაი ხა JD Vance-ის ვიზიტზე მელაპარაკეთ. მე ერთი ხანობა მეგონა, მაგალითად აგვისტოდან, თქვა იანვრის ჩათვლით, დეკემბრის ჩათვლით, რომ ამერიკამ თქვა, რომ ტრიპი უნდა აშენდეს და that's all დასრულდა. მაგრამ აღმოჩნდა, ახლა აი დავოსში აღმოჩნდა პრინციპში ხო 2-3 დღის წინ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა კი არ თქვა მხოლოდ, არამედ მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად აწია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ JD Vance ეუბნება, რომ წადი ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანში და რა არის თავარი აი ფოკუსი თუ თავარი მიზანი JD Vance-ის ჩასვლისა. კი ბატონო, ახლა 14 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის იყო ვაშინგტონში და მარკო რუბიოსთან ერთად ხელი მოაწერეს ტრიპის შესახებ ახალ დოკუმენტს, რომელიც დეკლარაციული ხასიათიდან უკვე არის დეტალებზე გადასული. ანუ როგორ ქმნიან ამ კორპორაციას ტრიპს, რომელიც იქნება შეერთებული შტატები და სომხეთის საკუთრება და რა ტიპის თანამშრომლობა იქნება ამის ფარგლებში დეტალები. ამის გასამტკიცებლად და გარდა ამისა ორმხრივი
სტრატეგიული პარტნიორობის გასამტკიცებლად. აქ არის პირდაპირ პრეზიდენტმა ტრამპაც დაწერა თავის სოციალურ ქსელში, რომ აზერბაიჯანისთვის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასაც ნიშნავს, მაგრამ ნათელია, რომ ეს გულისხმობს სწორედ ირანის და რუსეთის კომპონენტს და არა სომხეთთან კონფლიქტის ლოგიკაში და სომხეთისთვის ცალკე საზღვრის გაძლიერებას, ანუ მთლიანად ეხლა საიდანაც რუსეთის მესაზღვრეები გადიან, შეერთებული შტატების ტექნოლოგიებით მოხდება ამ უზარმაზარი საზღვრის კონტროლი და ახალი აღჭურვილობა, შესაძლებლობები იქ ხელოვნური ინტელექტის ფარგლებში არის შეთანხმება, სომხეთში უკვე არის ეს NVIDIA-ს 500 მილიონიანი ინვესტიცია ხორციელდება სომხეთში და საუბარია რომ მილიარდ ნახევრამდე გაიზრდება ეგ ინვესტიცია და ამავდროულად ეხლა პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა რომ ბირთვული მიმართულებით შეთანხმება დაიდება სომხეთთან, ანუ ატომური სადგური დიდი ალბათობით ეხლა რომ საბჭოთა რუსული არის, ამერიკული აშენდება სომხეთის ტერიტორიაზე. აშენდება მოდელი კი ბატონო. ამასობაში ბუნებრივია თბილისს ოფიციალურად თბილისად წოდებულ ჯგუფს ქართულ ოცნებას ექნებოდა სურვილი რომ ბარემ თუ მართებული სიტყვა ჩადიხარ ბაქოში, ჩამოდიხარ ერევანში და სუდის ნაარი, მაგრამ შემოგვისეირნე, კარგი ელარჯი გვაქვს თბილისში და ახლობით. ცხადია, მე ვამარტივებ, მაგრამ ექნებოდა თბილისის მცდელობაც კი. რა არის საფუძველთა საფუძველი, კონცეპტუალური საფუძველი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი არ გამოიხედავს და პრეზიდენტი საერთოდ არ გვაქცევს ყურადღებას მარტივად. რატომ არ ურეკავს? სად მომარტივებს ხადია. მაგრამ მაყურებელთა ფართო ნაწილმა რომ გაიგოს, რატომ არ უკავშირდება პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტად წოდებულ ხაველაშვილს? კი ბატონო. იგივე ჩვენ რომ ავიღოთ ტრიპის პროექტი, გახსოვთ რომ რუსეთმა თავის დროზე უკრაინაში შეჭრამდე 2020 წელს აიძულა სომხეთი და აზერბაიჯანს გარკვეულწილად ამის ინტერესიც ჰქონდა მე-9 პუნქტის ფარგლებში, რომ რუსეთის FSB-ს კონტროლი უნდა ყოფილიყო იქ. და შესაბამისად ეს პროცესი ჩაშალა სომხეთმა და ნაწილობრივ აზერბაიჯანმაც ახლა და ეს პროექტი ანუ რუსული და რუსეთის მოკავშირე არის ჩინეთი წაიღეს და ახლა ვაშინგტონის პატრონაჟით განხორციელდება. ამავდროულად ქართულმა ოცნებამ შეთანხმებული თან ვისთან პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციასთან სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული და შეთანხმება იყო უკვე მზად ანაკლიაზე ყველანაირად და ჩამოართვა ესე იგი ამერიკელებს ანაკლიის სპორტის პროექტი ვიზიტს რომელმაც პირდაპირ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვა რომ ჩინური და რუსული ინვესტიციები არ დავინახო. აქ ეს არის მართალია პირველი კადენციის, მაგრამ ტრამპს ხადი არ შეუცვლია ეს დამოკიდებულება ამ საკითხში. ზუსტად იგივე გააკეთა, ანუ ეგ გააკეთა საიქეს და ჩინური ინვესტიცია ჩადეს თან იმ ჩინეთის კორპორაციის, რომელზეც საუბარია რომ პირდაპირ კავშირებია კომუნისტურ პარტიასთან და შეერთებულ შტატებში ახლა საფრთხეს ხედავენ კომუნისტური პარტიის გავრცელების ძალაუფლების და გავლენის და პანამა მაგალითია მაგის, ხო? იქ რა პროცესებიც განვითარდა და შემდეგ უკვე ვენესუელაც თუნდაც, მაგრამ გრენლანდიაც, ან პროცესები გლობალურია, ცხადია და ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი საით ვარ ამ პროცესში. ეს არ ნიშნავს მეორე მხარესთან ურთიერთობის გაფუჭებას. ეს არის სტრატეგიული არჩევანი. სომხეთმა და აზერბაიჯანმაც კი, სადაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ცოტა უფრო ბუნდოვანად იყო ეს ტრანსატლანტიკური კავშირები, ნათელია, მათ შორის ევროინტეგრაციის დღის წესრიგი არ არის. აირჩიეს შეერთებული შტატები უპირველეს პარტნიორად. მათ შორის ორმხრივ ურთიერთობაში და ერთის მხრივ შეერთებული შტატები, მაგრამ აგე ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელობა, ნატოს გენერალ-მდივნის მოადგილეც სტუმრობს, ხო? აზერბაიჯანს, ბაქოს არ მიდის აზერბაიჯანი მაყურებელს აუხსნათ ნატოს გერმანიის და მაინც, მაგრამ გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ადეკვატურ ეს მე რატომღაც შემიყვარდა ეს სიტყვა, ადეკვატური მოთამაშეა. შენი ხელისუფლება კი არის ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის იჭერს, გამომწყდეული ყავს სხვა პატიმრები, პოლიტიკოსი არჩევნებს აუქმებს და ასე შემდეგ და დაასდევს LGBTQ აწერია ყოველ მესამეს, ყოველი 4 დეპუტატიდან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებულში. მაგრამ გიორგი, ერთი კითხვა. ირანის პრობლემა, უკრაინის პრობლემა, ანდრე იქნება თუ გვიან ასე თუ ისე ეს პრობლემები აღმოიფხვრება, გადაწყდება. რამდენად რელევანტურია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ როდესაც გლობალურად ბევრი რამ დაალაგდება ეს პაზლი დაალაგდება, მაგალითად ვენესუელაში ამ ფორმით კი არ დაალაგდება, არამედ ჩატარდება არჩევნები, ვენესუელაში შეიცვლება მართლაც რეჟიმი და ასე შემდეგ, ანუ მადუროს ნარჩენებიც აღარ იქნება. ირანში ასე თუ ისე მოგვარდება აიათოლების რეჟიმის პრობლემა, როგორ რომ კითხოთ, არ ვიცი, მაგრამ მაინც მეგონი არავინ არ იცის. უკრაინა ასე თუ ისე რომელიღაც ეტაპზე, არ ვიცი, 4 წლის თავზე თუნდაც მხარები დაშორდებიან, რუსეთი დამარცხდება, მეთქი ასე ვიტყვი. სტრატეგიულად დამარცხებულია ახლაც. აი ამის გათვალისწინებით რამდენად არის მოსალოდნელი, რომ პირობითად 1 წელიწადში, 2 წელიწადში არ
მიგვატოვებს შეერთებული შტატები კონკრეტულად მთლიანი დასავლეთი და ამ ნაცრისფერ ზონას საქართველოს აღარ დატოვებს რუსულ სივრცეში, რომელიც რუსეთი არ კრება, ესეც უნდა აუხსნათ მაყურებელს, ალბათ რუსეთმა შეიძლება დამარცხოს, რუსეთმა შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ როგორც ასეთი ვერ გაკრება. საქართველო იქნება თუ არა მის ფოკუსში, დასავლეთის ფოკუსში ადრე იქნება თუ გვიან. საქართველო უნდა იყოს მის ფოკუსში და რეალურად, როდესაც დღეს თუნდაც ამ საუბრების ფორმატში, აი ტრიპთან დაკავშირებით, როცა ამერიკელ პარტნიორებთან საუბრობთ, აშკარა არის, რომ ინტერესი რეგიონში ღიად ამბობენ, რომ გადართული გვაქვს იქეთ ადმინისტრაციის პრიორიტეტები, მაგრამ ჩემი პოზიცია არის ძალიან მკაფიო ამ შემთხვევაში, რომ საქართველოს გარეშე სომხეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობის აშენება შეერთებული შტატები ვერ შეძლებენ. რეგიონში თუ შეერთებულ შტატებს უნდა გლობალური ესე იგი ყოფნა, რასაც ქვია presence, ამ შემთხვევაში ეს აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს და სომხეთის ერთად განხილვა ამ პრიზმაში და ერთ უსაფრთხოების სისტემაში. სწორედ ამ მიზნით ვფიქრობ, რომ სომხეთით მათი დაინტერესება ბუნებრივად, რაც გამოწვეულია პროდემოკრატიული და პროდასავლური ხელისუფლებით და ამავდროულად ეს ეკონომიკური პროცესებით, ავტომატურად გააგრძელებს საქართველოსთვის ინტერესის. მაგრამ საკმარისი პირობა, აუცილებელი პირობა, მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი პირობა, ნახეთ როგორ გითხავთ. შემდეგ კითხვა მართლაც ასე მქონდა ჩამოყალიბებული, მოფიქრებული, რომ ელაპარაკა სწორედ სომხეთისთვის რამდენად მისაღებია, ერევანისთვის რამდენად მისაღებია ამგვარი თბილისი. მე ჩემს მოგზაურებულ მოსაზრებას მოგახსენებთ, რომ ამგვარი ნაცრისფერ ზონად გადაქცეული ეს უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში საერთოდაც რუსული თბილისი არ არის ერევანისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მაინც უნდა ყოფილიყო, არ უნდა იყოს ლოკომოტივი. რუსეთს კი არა, სომხეთს აქვს ეს ქსვლაგეზი აღებული ევროპისაკენ, საქართველოს უნდა იყოს ლოკომოტივი და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ეს საკმარისი პირობაა თუ არა იმისთვის, რომ დასავლეთმა ჩვენსკენ გამოიხედოს. და ეს ლოკომოტივი, ეს ლიანდაგი თუ ეს მატარებლების კოლონა მართლაც შექმნა საქართველოს, სომხეთის, შესაძლოა აზერბაიჯანი და ასე შემდეგ. პრინციპში პირდაპირ რომ უპასუხოთ თქვენ კითხვას, სომხეთში არიან ძალიან უყოფილო იმ ვითარებით, რაც საქართველოშია. იმ დროს, როდესაც სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, საქართველოს მიზანმიმართულად ყობახიძის ამ განცხადებით ჩახერგა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის გეზი და ერევანში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ყობახიძის გადაწყვეტილება კი არ არის, ეს არის მოსკოვის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს გამოიყენა ინსტრუმენტად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასევე სომხეთის წინააღმდეგაც, რადგან გეოგრაფიულად შეუძლებელია თურქეთის გავლით ეს ინტეგრაცია, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი თავად გაყინული აქვს ძალიან დიდი ხანია. თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი. ბატონო, ევროკავშირის ეს წევრობის პროცესი, ამიტომ საქართველოსთან ბუნებრივად უნდა ყოფილიყო. როდესაც პრემიერ ფაშინიანის ინიციატივით საქართველოს სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა, იმ დოკუმენტში წერია, რომ ვიზიარებთო ერთობლივ ევროატლანტიკურ ინტერესებსო. ეს ყველაფერი გააუქმა ქართულმა ოცნებამ მაგის შემდეგ და სომხეთისთვის რეალობა დარჩა ისეთი, რომ ჰაერში დარჩა ეს ყველაფერი. მათ შორის, როდესაც არქიტექტურაზე იყოს აშენების, ანუ უსაფრთხოების არქიტექტურაზე სომხეთში ესმოდათ, რომ საქართველოს გავლით უნდა მომხდარიყო ეს. როდესაც ბრიუსელში 2024 წლის, ესე იგი, აპრილში შედგა სამხრივი შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაინი, ბლინკენი, ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გავლით როგორც კანდიდატი ქვეყნის ყველაფერს მივაწვდითო სომხეთს იმისთვის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც დატოვოს. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოდის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და აცხადებს, რომ ესე იგი გლობალ ჭყალებში გლობალური ომის პარტია არის დასავლეთი. ამის შემდეგ სომხეთში შოკში რჩებიან, რადგან ჩაიშალა ეგ პროექტი, რომლითაც სომხეთი ევრაზიული კავშირი უნდა გამოსულიყო. ანუ როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, სომხეთი ჯერ კიდევ ევრაზიული კავშირის წევრია, ჯერ კიდევ ბაზა არის, მეტწილად ეს გამომდინარეობს საქართველოს იმ ქმედებებიდან, რომელმაც ჩახერგა სომხეთის ინტეგრაციის გზაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო სომხეთის ფაქტორი არ არის. დასავლეთს აქვს მჭიდრო კავშირები ჩვენთან, ესე იგი ქართველ ხალხთან და პრიორიტეტულია მათთვის სწორედ ჩვენი მხარდაჭერა, იმიტომ რომ აქ ინსტიტუციონალური 30 წლიანი ინვესტიცია ჩადეს, რადგან პირველი დღიდან მაგრამ ირღვევა, ინვესტიცია კი ჩადეს, მაგრამ ეს ინსტიტუციების დევალვაცია, დეინსტიტუციონალიზაცია, მე მაინც ასე ვიტყვით, ქრისტებართვით მეთოდურად ხდება. კიდევ ერთი კითხვა, ოღონდ ისევ სომხეთზე თუ არ მიწყენთ, რამდენად მყარად დგას დღეს პრემიერი ფაშინიანი. იმიტომ რომ იცით თქვენს და მაყურებელს აუხსნი, რომ უახლოეს თვეებში ივნისში ხო არ მეშლება, ივნისში არის არჩევნები
და არა მხოლოდ თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე, არა მხოლოდ რევანშისტები. სომხეთმა მოისილა ეს სიმსივნე, ჩემი მოსაზრებით, დამეთახმება გიორგი ალბათ, რასაც ყარაბაღის სიმსივნე ჰქვია და ამის შედეგად დაიწყო ის პროცესები, ამის შედეგადაც დაიწყო ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ახლა სომხეთში ბარბეთახმებით, მაგრამ მაინც. რამდენად მყარად არის ფაშინიანი მოცემულ ეტაპზე, მას ებრძვის არა მხოლოდ პოლიტიკური პრორუსული ოპოზიცია, არამედ ებრძვის ეჩმიანძინის მეთქი თუ ვიტყვი, მე მგონი არ გადავაჭრა. ეჩმიანძინი არ უნდა ვთქვათ სწორედ აგენტურა ეკლესიაში და პირდაპირ ამბობს პრემიერი ფაშინიანი, რომ მას KGB ებრძვის, რომლის მთავარი წარმომადგენელი არის ეგრეთ წოდებული პატრიარქი გარეგინ მეორე, ანუ კატრიჩ ნერსისიანი, მას სახელი და გვარით მოიხსენიებენ, რომლის გადაყენების საკითხი თანამდებობიდან პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარგზად არის და მოგვარებისკენ მიდის. ეკლესიაში უკვე დიდი პროცესები არის და ლუსტრაციის პროცესიც კი დაიწყო. თუმცა ეკლესიის პატრიარქის მათ შორის რეიტინგი როგორც ასეთი რამდენადაც მახსოვს ხოში მაღალი იყო გარკვეული პერიოდის. საკმაოდ დაბალია ყოველთვის თან ისტორიულად, ხო, აი 25-ვე წელია, იმიტომ რომ ის რეალურად სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, ეკლესიურ ხელისუფლებაში, მაშინ როდესაც რობერტ ქოჩარიანი თავის დროზე აი პარლამენტში რომ მოკლეს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სომხეთის, მაგ დროს პრაქტიკულად რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად ხელისუფლებაში აღმოჩნდა და მოსახლეობა ძალიან კარგად ესმის, რომ არაფერი მას საერთო ღირებულებებთან, ასე თქვა და სულიერ ფასეულობებთან არ აქვს და აქცია სწორედ მაფიოზურ კლანურ სისტემად ეკლესია, ისევე როგორც პირველ რიგში სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელ, თუმცა აქ გამოჩნდა და როდესაც მეკითხებით რამდენად მყარად დგას პრემიერი ფაშინიანი, მეტწილად მყარად, მაგრამ გამოჩნდა რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი, რომელმაც გუშინ გაირკვა, რომ მოშე კლიუფტავტი ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი დაიქირავა ეხლა წინა საარჩევნოდ, რომელიც უფასო ფულს პირდება მოქალაქეებს, ამავდროულად ხო ჩინეთიდან წამოსულ უპროცენტო კრედიტებს, პირდაპირ ამბობს, რომ ტრიპში რუსეთი და ჩინეთი უნდა დავპატიჟოთ, რომ კუხოში ანუ ოდეკაბეში წევრობა უნდა აღვადგინოთ, აი ამ დღეების განმავლობაში ჰქონდათ ინტერვიუ, თვითონ დაკავებულია შინაპატიმრობაშია, მაგრამ მისი ბიძაშვილი არის ლიდერი ამ პროცესის, ასევე ოჯახური კლანი აქვს პრაქტიკულად, ეს არის კლასიკური, ესე იგი, პოლიტიკური პარტია და მე რა თქმა უნდა, ვისაც ძალიან კარგად ახსოვს 2012 წელი ზუსტად ასოციაციები მაქვს იმასთან, რომ არის რუსეთში, ესე იგი, ნაშოვნი კაპიტალიზმ მქონე ადამიანი, თან სამվել კარაპეტიანს უჭირს, არც სომხურად საუბრობს და არც რუსულად და არ გვესმის უბრალოდ რომელ ენაზე იშოვა ასეთი მილიარდები რუსეთში, ან რანაირად, რომელიც მოსულია და ეხლა მისი მთელი ლოგიკა არის, რომ ეკლესია უნდა გადაარჩინოს, ესე იგი, ფაშინიანის ამ ძალისხმევისგან, რომელიც ეკლესიას და ქრისტიანობას ებრძვის თურმე. როდესაც პრინციპში ნათელია, რომ რუსეთმა კიდევ ერთი ოლიგარქი და KGB-ს წარმომადგენელი გამოაგზავნა სომხეთში იმისთვის, რომ გადაარჩინოს მისი მთავარი იქ, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურების წარმომადგენელი კატრიჩ ვარდანიანი, რუბერ ვარდანიანიც თუ ის დაპატიმრებულია. ის დაპატიმრებულია აზერბაიჯანში და ნუ იმასთანაც დაკავშირებით ბევრი საკითხია, თუმცა როდესაც ადამიანი დაპატიმრებულია ზოგადად და თან სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში და არა სომხეთის მხრიდან, ამ შემთხვევაში ეს საკითხი უბრალოდ სხვა ჭრილში გადადის ჰუმანიტარულ კონტექსტში. ესეთი კიდევ ერთი კითხვა, ირანში როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენ არ ვიცით ცხადია, მაგრამ აი ვილაპარაკოთ ასე. როგორც არ უნდა განვითარდეს ყოფილ საბჭოთა კავშირში პროცესები. რუსეთი როგორც სახელმწიფო თუნდაც დასუსტებული. ის შენარჩუნდება, მისი დეზინტეგრაციის პროცესები ნაკლებად არის მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიასთან იმართებაში, შესაძლოა ტატარსტანთან იმართებაშიც, მაგრამ ერთიანი რუსული სახელმწიფო როგორც ასეთი არადემოკრატიული, მაგრამ შენარჩუნდება ჩემი პროგნოზით. რკინის ფარდა ასე ვარაუდობენ, რომ ჩამოეშვება. ამ რკინის ფარდის რუსეთის მხარეს, მაგალითად ბელარუსი თუ ის ასეთი იქნება, აუცილებლად მოხვდება. საქართველოს ასე თუ გაგრძელდა. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ კავკასიაში რევანში რომ არა იყოს რუსეთმა, ამის გამო დამატებით ჩვენ მოვექცეთ დასავლეთის ფოკუსში. იმიტომ რომ
1/3 მაინც რუსულია და 2/3 ასე თუ ისე ადეკვატურია დასავლური მოთამაშე ხდება. რა თქმა უნდა, დასავლეთსაც და მოდით პირდაპირ თქვა, ჩვენ სამივე მეზობელსაც ძალიან ჭირდება დღეს სუბიექტური დამოუკიდებელი საქართველო. და მხარს დაგვიჭერდა სამივე მეზობელი ადეკვატური ხელისუფლება რო რა თქმა უნდა, ეს სუვერენიტეტი, რაზეც ესენი საუბრობენ, მაგას ხომ არ გულისხმობ. ნამდვილ სუვერენიტეტს გულისხმობ, როგორც არის მაგალითად ახლა სომხეთში და რას გულისხმობს ეს სუვერენიტეტი? რუსეთის გავლენების შემცირებას. როდესაც შენ რუსეთის გავლენებს ყველანაირად ზრდი და შენ ესე იგი მოკავშირებს მტრად აცხადებ და ამას უწოდებ სუვერენიტეტს, სერიოზულად ეს უბრალოდ არ აღიქმება. გასაგებია რა პროცესიც მიმდინარეობს. სუვერენიტეტი აზერბაიჯანში და სომხეთში არის დღეს, რომელმაც ბევრ გამნახეთ რა პოზიცია მტკიცე დაიჭირეს სწორედ რუსეთთან, ანუ ყოფილ მეტროპოლიასთან და იმპერიასთან პოზიციონირებაში. ასე რომ დასავლეთის ინტერესი ცხადია იქნება საქართველოს მიმართ. ეს გამომდინარეობს ასევე სხვა გეოპოლიტიკური მდგენელებისგან შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, რა თქმა უნდა. რომელიც აქტუალური საკითხია, ხო, დღესაც. აუცილებლად. ამავდროულად კიდევ ერთხელ, რაც არ უნდა თურქეთის მეშვეობით აშენდეს აქ კომუნიკაციები, პარალელური კომუნიკაცია იგივე სომხეთის მიმართულებით აუცილებლად დასჭირდებათ და საქართველოს არის ეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პარტნიორი. გარდა ამისა, იგივე ირანში პროცესები, თუ ირანში ცვლილებები მოხდება, ჩვენ სულიად სხვა განლაგება გვექნება რეგიონში. პრაქტიკულად ირანიც და სომხეთიც შეიძლება აღმოჩნდეს ღიად შეერთებული შტატების მოკავშირე. თან, როდესაც აზერბაიჯანს საუბრობთ, აზერბაიჯანიც გარკვეულწილად დღეს უახლოვდება ისე შეერთებულ შტატებს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება არჩევანი გააკეთოს, ჯერ არა აქვს გაკეთებული. შესაბამისად, გრძელვადიანად ჩვენსადმი ინტერესი არ დაიკლებს. თუმცა, თუ ჩვენ არ გვეყოლება ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი, აი, ჯერ საქართველოს პრინციპით მოქმედი და არა ჯერ რუსეთის, როგორც ქართული ოცნება არის ხელისუფლება, ჩვენ გრძელვადიანად 10 წლეულების განმავლობაში დავკარგავთ უზარმაზარი შემოსავლების მათ შორის მდგენელს და ეს შემოსავლები ეკონომიკა არის უსაფრთხოების გარანტიაც. ანაკლია არის უსაფრთხოების გარანტია, ანაკლიდან შემოსავლები. ხო, როცა რკინიგზაც, გზებიც, ინფრასტრუქტურაც, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან არც თუ ისე შორს გადის რეალურად, ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტორია და მათ შორის, როდესაც ხედავთ, რომ ცენტრალური აზიიდან ევროკავშირთან Global Gateway პროგრამის ფარგლებშიც უნდა გაიზარდოს სპრიტბუმვა ჩინეთიდანაც, ანუ კავკასიაში ათობით და ასობით მილიარდი დოლარი წამოვა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ეს ქართული ოცნების გამო ხელიდან გავუშვათ და მარტო სომხეთზე გაიაროს ტრიპის ფარგლებში, ძალიან პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო და სომხეთი ერთად იყვნენ ამის ნაწილი. ნუ აზერბაიჯანი ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში არის მონოპოლისტი, არის იქედან აღმოსავლეთიდან მომავალი თურქეთის. ანუ საქართველო და სომხეთმა უნდა გაინაწილონ ეს უსაფრთხოებაც და ეკონომიკაც. თქვენს აღნიშნეთ თუ არ ვწდები, მაგრამ თუ არ აღნიშნავთ, მეც შევავსებ თქვენის ნებართვით. ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის დესანქცირება, იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინაში ომი დასრულდება ნებისმიერი შედეგით, უახლოესი გარკვეული პერიოდი ხაწლები როგორ გავბედო და როგორ თქვა, არ არის მოსალოდნელი. ანუ ამ შუა დერეფანს ალტერნატივა რეალურად არ აქვს, იმიტომ რომ სამხრეთ დერეფანი ინფრასტრუქტურულად გაუმართავი, ხოლო ჩრდილო დერეფანი გამართული, მაგრამ პრობლემურია. მათ შორის ნოვოროსიისკის პორტიც ეხლა თლად გულახდილები. ირაკლი, მაგაზე უნდა დავამატოთ, რომ ჩვენ ხედავთ თაივანის თემის ზოგადად გააქტიურებას და თუ იქ პროცესები მოხდება, მალაკის სრუტე, სინგაპური, ანუ იქ შეიძლება იმ ნაწილმა ტვირთებიც, რაც ეხლა გადის გემებით და რაც მომგებიანია ზოგადად, გადმოინაცვლოს სახმელეთო შუა დერეფანზე, კი ბატონო, სარკინიგ ზომი მასულებზე, კი ბატონო. და ანაკლია. ამასობაში აი აყურებელ მარვის ის თუ არა, მაგრამ 2026 წელია, წარმოიდგინე 26 წელია. ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა ანაკლის ხვაწყლოვანი პროექტის პროექტი. ჩამოვართვა ხაზარაზის ჯგუფს, ასე ვიტყვი, კონსორციუმს იმჟამინდელს, მერე დაუბრუნდა და თქვა რომ მე ჩინელები შემომყავსო იქ რაღაც ტენდერის მსგავსი ჩატარდა თუ კონკურსის მსგავსი და 51% ფორმალურად თავად დაიტოვა, 59%-ზე ან გააფორმა ხელშეკრულება, ან არა ესეც წაეჭვო. როგორ გონიათ მაყურებელს მიმართავ, ცხადია რიტორიკული პასუხია კითხვა, იმიტომ რომ ვერ გამწევთ პასუხს. 2026 წლის ბიუჯეტში რა თანხა გამოხო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ესე რომ სჭირდება საქართველოს და ვითომ თვითონ რო არის, თავად რო არის ლობისტი ამ ანაკლის სპორტისათვის. 50 მილიონი ლარი, ანუ 18-19 მაქსიმუმ მილიონი დოლარი დღევანდელი კურსით და ესეც სასაკვირველი საკმარისი არა 10 ჯერ და 15 ჯერ და 20 ჯერ მეტი უნდა იხარჯებოდეს ყოველ წლიურად. თუ გინდა რომ შენ დაეწიო პროცესებს, ეხლა ცოტა ხრიცი კობახიძემ გვამცნო რომ 2022 წელს თუ დავამთავრებთ ანაკლიას, პირველ სტადიაზეა ლაპარაკი, უკვე უნდა კონდეს შენ მიღებული გემები.
ეს კონფლიქტის გასაღებიც არის სხვათა შორის ერთ-ერთი აი შიდა კონფლიქტების აფხაზეთიდან ანაკლიამდე არის 18 კილომეტრი. მითხარით თქვენი აზრი კი არა პოზიცია. მაგის ნაცვლად ენგურის ტერმინალის ეგრეთ წოდებული ანუ ტერმინალის მშენებლობა დასრულდა და ჩვენ აფხაზურ სოციალურ მედიაში ხედავთ განხილვებს რომ აპირებენ ამის გახსნას, რადგან რუსეთს ძალიან ჭირდება ტრანზიტი დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის და ანუ ქართული ოცნების ამ შემთხვევაში პირდაპირ თქვა ხო რუსული ოცნების, იმიტომ რომ რუსული ოცნება ახდა იმის ნაცვლად რომ ჩვენ ქონოდა მზად უკვე ანაკლიის სპორტი ღრმაწლოვანი, რომელიც საქართველოს კონკურენტ უნარიან შესაძლებლობებს მისცემდა ამ შუადერეფნის პროექტის ფარგლებში ახლა და ან რომ ტრიპში საქართველოს ყოფილიყო და სომხეთის ეს ხო გეოგრაფიული სახელი არ არის ტრიპი, ტრამპის მარშრუტი არის, რომელშიც შეიძლება საქართველოს იყოს. ამის ნაცვლად პრაქტიკულად ჩვენ მუშაობთ ასევე იმაზე, რომ გავხსნათ გარკვეული რუსეთისთვის ალტერნატიული გზები, იქნება ეს ენგურის ტერმინალი, თუ იქნება გუდაური კობის მიმართულებით მიმდინარე უზარმაზარი მშენებლობა, რომელიც პრიორიტეტად არის ქცეული აღმოსავლეთ დასავლეთ აი ამ მაგისტრალური 4 წლით არის, როგორც თქვით თქვენ, ჩამორჩენილი მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით ტვირთბუმბა ძალიან დაბალია და შესაძლებლობებიც ძალიან დაბალია. გასცადენი მაგალითად ბაქო-თბილისი ერზრუმი 95% შევსებულია და ამ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც აზერბაიჯანიდან ჩვენ ნახეთ რა სტატიები გაავრცელეს და რა რიტორიკა აქვს უკვე. გასაგებია რომ უკვე პირდაპირ სომხეთს დაელაპარაკებიან და უკვე ლაპარაკობენ გასცადენის მშენებლობაზე. ეს ერზრუმზე რო ლაპარაკობთ თქვენ და სწორი შენიშვნაა, მადლობთ გიორგი, არ დაგავიწყდეთ რომ პრინციპში განიხილება თურქმენეთის, ანუ აზერბაიჯანს აქვს თავისი უზარმაზარი რესურსები, მაგრამ თურქმენეთს კიდევ უფრო დიდი რესურსები აქვს, უბრალოდ კასპიის ზღვის აღმოსავლეთით არის თურქმენეთი და დასავლეთით კასპიის ზღვისა აზერბაიჯანი და რესურსების გაერთიანებაზე 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე რომელიც თავისუფლად დაუკონტრაქტებელია დამატებით არის ლაპარაკი. და ამ დროს შეუნდა ყავდეს ადეკვატური ხელისუფლება, რომელიც გადავსებულ რეზერვებზე არა, მაგრამ ახალ მაგალ თეთრი ნაკადის უამრავი სხვა პროექტია, რომელზეც ლაპარაკი შეიძლება და კობახიძე ამასობაში ატუზულია. დუშანბეში საერთოდ რა უნდა, მაგრამ იქაც საჩავიდა, იქაც ატუზული იყო და ვერაფერს წყვეტდა. რა შეიძლება ხელისუფლება ჯერჯერობით შეცვლილი არ არის, მაგრამ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის თქვენს პარტიას აქვს თუ არა რამ მესიჯი, გზავნილი, შესათავაზებელი დასავლეთისთვის და კონკრეტულად შეერთებული შტატებისთვის დაახლოებით ამ წინადადება ამ ფორმულირებით. ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შემთხვევაში და მე განვაგრძობ, საქართველოს იქნება და აი რა შეიძლება, რა პუნქტები, რა ბულიტები შეიძლება შევთავაზოთ ასე. საქართველოს პოლიტიკა იქნება ჩვენი ხედვა არის, ჩვენი გუნდის ჯერ საქართველოს პრინციპებზე დაფუძნებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სტრატეგიული კავშირები ვაშინგტონთან, ლონდონთან და ბრიუსელთან, ამავდროულად პრაგმატული პოლიტიკა გავაგრძელოთ მრავალვექტორული და ამის მეშვეობით გავაბალანსოთ ჩვენი ინტერესები. აი ეს ნიშნავს მათ შორის, რა თქმა უნდა, შესაბამის სფეროებში თანამშრომლობას ჩინეთთან, როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს მაგრამ არა ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირების ხარჯზე. ეს ძალიან ბუნებრივია. არავინ არ გვეუბნება ვაშინგტონიდან, რომ თქვენ უნდა ასე ვთქვათ პრობლემები შექმნათ რომელიმე სხვა მოთამაშესთან. მათ შორის არც რუსეთთან. სრულიად ტყუილია, რასაც ავრცელებენ, რომ რაღაც მეორე ფრონტის გახსნა და ომის აქ წაქეზება, ანუ ეგ ხომ ვიცით ჩვენ. მათთვის პირიქით მშვიდობა. ჩინეთი, ისირანი, დღევანდელი ირანი ან დღევანდელი რუსეთი აქ მსუყეთ, აი მაჟორიტარად არ უნდა შემოიყვანო. აქ არის ლაპარაკი მაინც დაბალანსებაზე ამ კუთხით, თუმცა დაბალანსებაზე ვილაპარაკებთ იმ მომენტში თქვენ იყავით თორა სტუდიაში არ მახსოვს. მე ვილაპარაკე შევარდნაძის დღეს მის დაბადების დღეა. არ მივტირი ცხადი. მაგრამ შევარდნაძესაც კი დაბალანსების პოლიტიკა არ გამოვიდა. აი ესენი რაზე როგორ ფიქრობენ და რაზე ფიქრობენ. ხო ესენი ვერ საბალანსებენ, ვერ აბალანსებენ რა გადახდნენ თავიდან ბოლომდე რუსულ ნავში სწორი ვარ შეფასებაში. კი, რა თქმა უნდა და იგივე, როდესაც ჩინეთზე ვამბობ, ხო? ჩვენ ჩინეთთან შეგვიძლია შევთანხმდეთ თუ იქიდან გვაქვს სარგებელი, მაგრამ ორმხრივი დოკუმენტი რომ დადეს და იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ წერია, ასეთი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არ გვივარგია არანაირად, ანუ არაფერში არ გვაწყობს ასე. ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ ეკონომიკურ დარგში განსაკუთრებით ჩინეთის როლი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის ხარჯზე, რომ აქ კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის გავრცელება ხდებოდეს, ან დიქტატურის ჩამოყალიბება ჩინეთის მაგალითზე და რა თქმა უნდა არ უნდა იყოს იმის ხარჯზე, რომ ჩინეთი არ აღიარებდეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ბუნებრივია. მათ შორის როდესაც ხედავთ ჩინეთი და რუსეთი რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, როდესაც რაიმე ობიექტ სტრატეგიულს ჩინეთის
გავლენის ქვეშ ვაქცევთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არა მხოლოდ ჩინეთის გავლენა არის, ბუნებრივი პროცესია. და ბოლო კითხვა, გარედან სანქციები თითქოს აგვიანებს და შიგნით აქციები თითქოს ცოტა მოსუსტებულია. მე მესმის რომ მარჩებია, მე მესმის რომ საზოგადოება არ დაღრილა, ნაწილი არ დაღრილა, ანუ უმრავლესობა თუ გნებავთ ასე ვიტყვი. მაგრამ აი რა შეცვლის მშვიდობიანად ცხადია ამ რეჟიმს. არ არის გამორიცხული რომ მან შემოვაგდოს, თავად შემოვაგდოს არჩევნების თემა. ოღონდ იმ პირობებში, როცა გაუქმებული ეყოლება ერთი პარტია თუ სამი, დაპატიმრებული ეყოლება 7 პოლიტიკოსი თუ 17 შეზღუდული ექნება ეყოლება არასამთავრობო ორგანიზაცია, კუთხეში მიმწყნეული ეყოლება თავისუფალი მედია და ასე შემდეგ. გამორიცხავთ რომ რუსული სცენარით არჩევნები შემოგთავაზოს ქართულ მოწდებამ რატომ? იმიტომ რომ 114-115 დეპუტატი გაიყვანოს მომავალ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში და მე თქვას რომ საქართველოს არის ნეიტრალური. საქართველოს რუსულ ბაზებს აკანონებს. საქართველოს ღიად ამბობს კიდევ ერთხელ ევროკავშირსა და ნატოზე უარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი როგორ ხედავთ ამ განვითარების პერსპექტივას? გამორიცხული, რა თქმა უნდა, ასეთი სცენარი არ არის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ რას ვაკეთებთ და ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, კაფიო პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბების ძალისხმევას და ჯერ საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით არის აქტიურ ნაბიჯებს დგავს თავისი ინსტიტუციონალური გაძლიერების და პოლიტიკურ ველზე პოზიციონირების კუთხით, თუმცა ასევე უნდა გავიაზროთ, რომ გეოპოლიტიკური პროცესები, მათ შორის ბოლო მოვლენები ვენესუელაში თუ ახლა ირანში და დავაკვირდებით როგორ ვითარდება, ისევ როგორც რაზეც ვსაუბრობთ ახლა სომხეთ-აზერბაიჯანში შეერთებული შტატების გააქტიურება სტრატეგიულად საქართველოს გრძელვადიან ინტერესებში შედის. ჩვენ უნდა პირდაპირ უთხრათ ჩვენ საზოგადოებას, ძვირფასო მოქალაქეებო, თუ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლება დარჩება, ჩვენ არა მხოლოდ დიქტატურას და ავტორიტარიზმს მივიღეთ ქვეყნის შიგნით, რაც თითოეულ თქვენთაგან შეეხება, არამედ ასევე ეს 10 წლეულების განმავლობაში იქნება უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი ზიანი. ანუ დღეს ისევ ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დოვლათი დგას იმაზე, რომ ვართ მონოპოლისტი ამ ტრანზიტის მიმართულებით. როდესაც ამას დავკარგავთ და ნახეთ, ვამბობთ როდესაც და არა თუ დავკარგავთ, იმიტომ საერთოდ ახლა მივდივართ ქართული ოცნების მეტალურგ აპრიორი ვკარგავთ. როდესაც ამ ყველაფერს დავკარგავთ, ჩვენთვის ეკონომიკური დოვლათი და ქვეყანას არც ნავთობი არც გაზი არ აქვს და სხვა რესურსები. ეკონომიკური დოვლათი არც ინვესტიციების მოზიდვა გარდა ქართული მიწის პრაქტიკული გაყიდვისა, დეველოპმენტი ხო პრაქტიკულად მიწის გაყიდვას ნიშნავს. ეს ხო არ არის მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიცია, რომელიც აგერ სომხეთში და აზერბაიჯანში ახლა აცხადებენ, რომ ჩიპების და ხელოვნური ინტელექტის ქარხნები გაიხსნება. ჩვენ ამას ვკარგავთ და კარგავს ვინ? ჩვენი მომავალი თაობა კარგავს. ანუ შემდეგი თაობები, ამიტომ გაცილებით უფრო კონკურენტუნალიანი ნაკლებად იქნებიან ვიდრე მეზობლები. გაცილებით უფრო ღარიბი ვიქნებით, პირდაპირ რომ თქვა. ავტომატურად, ანუ გვინდა არ გვინდა ვიქნებით, აი ამ წინათაობების პოლიტიკის გამო ღარიბები, გაუბედურებული კეთილდღეობაზე არაორიენტირებულები და ჩამორჩენილები იმ მოთხოვნებს, რა ის ხო მზარდია, ხო მართლაც. რა თქმა უნდა. ასე მაგალითად ელონ მასკის გამოსვლა SkySanity. ნაქვია დაოსში. გიორგი ტომასიანი იყო ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა.